ინსულტი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით არის განპირობებული. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინის ჟანგბადისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს. ინსულტის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, რადგან დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული რა შედეგებით დასრულდება პათოლოგია. ამიტომ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად აუცილებელია ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა. ინსულტსა და მისი გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ნევროლოგი თამარ შენგელია, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის რა არის ინსულტი. გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდი პირველ რიგში კიდევ ერთხელ ავხსნათ რა არის ინსულტი და მე რა ტიპის ინსულტები არსებობს, ამით დავწყოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით ამ აქტუალურ თემაზე სასაუბროდ მოწვევით. სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია. დიახ. მოკლედ, ინსულტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება თავის ტვინში სისხლის მოქცევის დარღვევა. არსებობს ორი ტიპის ინსულტი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. იშემიური ინსულტის დროს ხდება ტვინის კონკრეტულ უბანში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ანუ არ მიეწოდება შესაბამის უბანს საკმარისი რაოდენობით სისხლი. ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის კედლის დაზიანების შედეგად თავის ტვინის პარენქიმაში ხდება სისხლჩაქცევა. სიმპტომებზე ვისაუბროთ, თუ არის ამ ორი ტიპის შემთხვევაში განსხვავებული ეს სიმპტომები ერთმანეთისგან თუ აგიხსნით, კი, ყველაფერს სიხშირეზე გავაკეთებ აქცენტს. პრაქტიკაში ყველაზე მეტად ხშირი არის იშემიური ინსულტი და თანაფარდება პროცენტულად არის 95-15-თან. ანუ საკმაოდ დიდია. საკმაოდ დიდია იშემიური ინსულტების წილი ზოგადად ინსულტებში. რაც შეეხება სიმპტომებს, სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან. აქ გასათვალისწინებელია თუ რომელი სისხლძარღვია დახშული და შესაბამისად ტვინის რა ნაწილის სისხლმომარაგება შეწყვეტილი. აქედან გამომდინარეობს პაციენტის ჩივილებიც და განვითარებული სიმპტომო კომპლექსიც. თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიმპტომები, საყურადღებო ნიშნები კარგად ვიცოდეთ და რამდენად ახასიათებს, რომ შეიძლება რაღაც სიმპტომი იყოს, მე შეწყდეს და ამას არ მივაქციოთ ყურადღება და ამან მიგვიყვანოს იქამდე რომ გამეორდეს და უკვე უფრო მძიმე იყოს. მოგახსენებთ ამ ყველაფერს. ანუ ნიშნები, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა ამოვიცნოთ და სიმპტომები, ესენია სახის ასიმეტრია, კიდურებში სიზუსტე, მეტყველების გაძნელება, წონასწორობის დარღვევა. ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ვახდენთ დაუყოვნებლივ რეაგირებას. უკავშირდება სიმპტომები თუ ნებისმიერი. არ არის აუცილებელი რომ ეს ყველაფერი იყოს ერთად. თუნდაც ერთი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უკავშირდებით გადაუდებელი დახმარების ბრიგადას, რომელსაც პაციენტი გადაჰყავს შესაბამის ინსულტის ცენტრში, სადაც მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება. ამ ორი ტიპის ინსულტს სხვადასხვა სიმპტომატიკა აქვს ალბათ. როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ თუ ეს ჩვენი ვალდებულება რეალურად არსებობს, უბრალოდ მივხვდეთ, რომ ამას პირველ ეტაპზე ოჯახის წევრი და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი ვერ განასხვავებს, ვინაიდან შეიძლება იყოს ერთნაირი სიმპტომები იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში და დიაგნოსტირებას ჩვენ ვახერხებთ მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ამის მიხედვით ჩვენ ვადგენთ ინსულტის ტიპს და მოქმედებთ შესაბამისად. რა არის გარდამავალი იშემიური შეტევა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს, რომელიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, უხშირესად 5-15 წუთის განმავლობაში უკუ განვითარდება. მაგრამ ეს პროცესი მომავალში შეიძლება ასოცირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან. ანუ როცა ეს განვითარდება, ეს ინსულტი არ არის, თუმცა შესაძლოა ეს ინსულტი არ იყოს, თუმცა კლინიკურად ძალიან მაღალი ღირებულების არის თუ პაციენტს აქვს მსგავსი ეპიზოდი კლინიკურ ისტორიაში. მისი გარდამავლობის მიუხედავად მნიშვნელოვანია. ვიცით რა იწვევს იშემიურ ინსულტს? დიახ, რა თქმა უნდა, ვიცით რა იწვევს იშემიურ ინსულტს. გამომწვევი მიზეზები ეს არის არტერიის ათეროსკლეროზული ოკლუზია ან ემბოლია, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს სისხლძარღვის დახშობას და ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების დარღვევას. კიდევ ერთხელ გითხავთ, როგორ ხდება ამოცნობა და რა შეიძლება იყოს ნიშანი იმის, რომ აი შეიძლება რომ ეს ვიფიქროთ, იმიტომ რომ მოწმენდილს
ხაზზე შეიძლება ეს ნიშნები დაიწყოს, აქ ასაკს აქვს მნიშვნელობას სქესს, თუ აი რა შემთხვევაში უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს ხომ არ არის. რისკ ფაქტორებზე გავამახვილებ ყურადღებას. რისკ ფაქტორები ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, თამბაქოს მოხმარება, ძნევა და კარდიოვასკულური პათოლოგიები, ძირითადად არითმიები. როგორც ავღნიშნეთ, თუ ჩვენ შევამჩნევთ მეტყველების გაძნელებას, სისუსტეს კიდურებში, წონასწორობის დარღვევას, დაუყოვნებლივ ვახდენთ რეაგირებას. გენეტიკურ განწყობას რა მნიშვნელობა აქვს, თუ ეს არის, თქვა, ჩვენს გენეტიკაში ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად უნდა რისკ ფაქტორების თვალსაზრისით აქვს გენეტიკურ წინასწარ განწყობას მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. რომ არ მივიდეთ, რა თქმა უნდა, ყოველს მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მივიდეთ აქამდე და თქვენ ჩამოთვალეთ რისკ ჯგუფები, ხო, რა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაც პრობლემების შემთხვევაში თუ ვართ ამ რისკ ჯგუფებში, რა არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ არ დადგეს. პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ რისკ ფაქტორების ადეკვატური შეფასება და რისი აღმოფხვრა შეგვიძლია შესაბამისად აღმოფხვრათ და დავაკორეგიროთ, რომ არ მივიდეთ ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოხმარება, ჯანსაღების ეს პროფესიონალურად არ ჟღერდეს განთავარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ექიმების ზოგადი რეკომენდაცია ყოველთვის ეს არის ხოლმე. მე მინდა ვთქვა, რამდენად დიდი წილი მოდის აი ამ არაჯანსაღ ცხოვრებაზე, როცა ინსულტზე ვსაუბრობთ. ანუ ეს იმდენად განსაზღვრელი, რამდენადაც ამისთვის თავის დანებება შეიძლება პირდაპირ ნიშნავდეს, რომ ავირიდოთ ეს დაავადება თავიდან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს. იქიდან გამომდინარე, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს ზემოჩამოთვლილი რისკ ფაქტორების განვითარებას, კარდიოვასკულური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის და შესაბამისად შედეგის, როგორც ისემიური ინსულტი. და უნდა ვიცოდეთ უკვე მკურნალობაზე ინსულტის და აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა ნიუ ჰოსპიტალში შესაძლებლობებზე, იმიტომ რომ როცა ადამიანი ირჩევს კლინიკას, უნდა იცოდეს იქ რას თავაზობენ და რისი გარანტია აქვს. მოგახსენებთ, მოკლედ ინსულტის მკურნალობა ხდება საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლებზე დაყრდნობით. ნიუ ჰოსპიტალში მაღალკვალიფიციური, კარგად გამოცდილი გუნდი მზად არის 24 საათის განმავლობაში სწრაფი და დროული რეაგირება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. რაც შეეხება მკურნალობას, ისემიური განსხვავდება, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან ისემიური მკურნალობას ამბობთ? კლინიკაში განვითარების შემდეგ როგორ ხდება მისი დაავადების განვითარების შემდეგ მკურნალობას. ტიპის მიხედვით, ანუ ისემიური ინსულტის მკურნალობა ხდება თრომბოლიზისი და მექანიკური თრომბექტომიის მეშვეობით. თრომბოლიზისი გულისხმობს ინტრავენურად თრომბის დამშლელი მედიკამენტის შეყვანას, ხოლო თრომბექტომია მექანიკურად თრომბის გამოღებას. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას დროზე, ვინაიდან დრო განსაზღვრავს რომელ მიმართულებას ვირჩევთ. თრომბოლიზის თუ თრომბოз, რა თქმა უნდა. აი რაზე არის ეს შედეგი დამოკიდებული და შემდეგ ინსულტის გადატანის შემდეგ როგორ აგრძელებს ადამიანი ცხოვრებას, იმიტომ რომ რა რისკები შეიძლება ამის შემდეგ გაჩნდეს და რა არის გასათვალისწინებელი პაციენტს? რისკები პაციენტს, ანუ რისკების აღმოფხვრა, როგორც თქვით, შესაძლებელია თუ ანუ უდიდესი მნიშვნელობა აქვს დროს, როგორც აღნიშნეთ და თუ ამ დროში ჩვენ ვერ ჩავეტიეთ, ანუ ვერ მოვახდინეთ ვერც თრომბოლიზისი და ვერც თრომბექტომია, ამ შემთხვევაში მივდივართ სტანდარტული მკურნალობით, კონსერვატიული მკურნალობით, რომლის დროსაც შეიძლება მაღალი ინვალიდიზაცია მივიღოთ და შესაბამისად ეს ტვირთი არის ძალიან დიდი, როგორც ოჯახისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. რა არის ეს დრო, რაც აქვს პაციენტს, მნიშვნელოვანია და დღეს ამაზე როცა ბევრს ვსაუბრობთ, შედეგად გვაქვს თუ არა ის, რომ ხდება ამოცნობა და დროულად ხდება მომართვიანობა, თუ არის ისევ დაგვიანების შემთხვევაში? ბოდიში პირველი კითხვა რა იყო? ხო, რა დრო აქვს პაციენტს? ის შედეგი მივიღოთ, რომ არ მივიდეთ ინვალიდიზაციას. თრომბოლიზისი ხდება იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომების განვითარებიდან 3 საათნახევრის ფანჯარა გვაქვს, ასე ვთქვათ, კლინიკაში მოხდება 3 საათნახევრის განმავლობაში. რაც არის რეალურად როცა შეიძლება რა თქმა უნდა, არის რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი წარმატებული შემთხვევა გვაქვს ჩვენს ნიუ ჰოსპიტალში. ხოლო რაც შეეხება თრომბექტომიას, თრომბექტომიის შემთხვევაში დრო ცოტა გახანგრძლივებული გვაქვს, ეს არის უკვე 6 საათამდე ვადა. ხო, ანუ ჩვენ რეკომენდაციებით თუ დავასრულოთ,
რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებმა ვიცოდეთ ეს ინფორმირებულობას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და სწრაფ რეაგირებას. როგორც ისე ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც გვერდით ვიმყოფებით, ასეა, ხო? რა თქმა უნდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ განმეორდები, ინსულტის მართვაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო და სწრაფი რეაგირება. ანუ პირველი ხალხ თქვენ სიმპტომების ჩამოთვალეთ, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, ესე იგი, როდესაც ეჭვიც კი გაჩნდება, თუ არა დადასტურებულად ამოცნობა, ეჭვის უკავშირდება პირველი რასაც ვაკეთებთ, თუ რეკავთ. უკავშირდებით გადაუდებელი დახმარების ბრიგადა 112-ს. და ვეუბნებით, რომ ეს ნიშნებია და შესაბამისად იყოს გათვალისწინებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე ატყობინებს ინსულტის ცენტრს ასეთი პაციენტის შესახებ და ზოგიერთ უმრავლეს შემთხვევაში უკვე ბრიგადა ხვდება პაციენტს მობილიზებული მიიღებს ლოგების შესაძლებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ როგორც ახდენს თქვენთან 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია სერვისი რომელიც 24/7-ზე. ეს არის ძალიან დიდი მადლობა. საჭირო დეტალებისთვის, იმიტომ რომ ხო ეს არის თემა მართლა რომლის შესახებაც ყველა უნდა იყოს ინფორმირებული, იმიტომ რომ დროული შემჩნევა, დროული რეაგირება ამ ყველაფერზე.